ბატონო ირაკლი, მე მაპატიეთ რა. ძალიან სერიოზული იარაღია. და რა მაინტერესებს, ამაში ჩვეულებრივი წყალი მიდის თუ მინერალური? ბავშვებო, რას გაჩერებულ ხარ, ჭამეთ რა. შენ კიდე სიძე ბატონო. მოყევი რამე გაგვამხიარულე. სამსახურიდან გამოთავისუფლეს. აი თუ წარმოვიდიანთ რომ ამ კვირაში მეოთხედ გაგამთავისუფლეს სამსახურიდან. მაშინ სასაცილოდ გქონია საქმე. გაშვება, მეცადინეობის დროა. კარგი რა დედა გთხო. მე უკვე დიდი ვარ და ვიცი რატომაც არის მეცადინეობის დრო. ბავშვებო, მოგდევით. გამაგებინა ახლა. რაზე ფიქრობდი ბანკში რომ შემოვარდი? გინდა რომ სამსახურიდან მეც გამომაგდონა რა? ამ სიცხეში ბავშვებს გართობა უნდა და მეც არ გაუტეხ. სამაგიეროდ მე გამიტეხელევა. გამაგებინე რაზე ფიქრობ? მე ვსწივა ბავშვები წესრიგს, დისციპლინას მივაჩვიო და შენ სულ გააგიჟე. შენთან თამაშის მეტი არაფერი ახსოვთ. სულ გათავხედნე. კაი, სოფო დაწყნარდი რა, ყველაფერს ნუ აზვიადე. ვიცი რა ლევან, დავიღალე. სპანჯობათაც არ გამოდექი. თვეში ორჯერ სამსახურიდან გაგდებენ ხანდახან სამჯერაც. გაიგე ლევან, ოჯახის სტაბილურობა და შენ ამ სიტყვის მნიშვნელობაც კი არ იცი. გაიგე სოფო რომ ბავშვებს კაცი ხელი კი არა სიყვარული ჭირდებათ. და კრედიტის ნაცვლად შენი სითბო ჭირდებათ. მოდი ხვალ გაასტინე სამსახური და ყველა ერთად ევროპარკში წავიდეთ. აზრი არა აქვს რა. შენთან სერიოზულად ლაპარაკი შეუძლებელია. მეტის მოთმენას აღარ ვაპირებ. ხვალ ევროპარკში კი არა, სასამართლოში წავალთ ერთად. შენ რა ოჯახს ანგრევ? არა. უბრალოდ ხელმოცარულ და უპერსპექტივო ქმარს ვშორდები. შეგიძლია ახლავე ჩაალოგო შენი ნივთები და სახლიდან წახვიდე. ჩემი სახლი. სახელიდან წამოვედი ცოტა ხანი შენთან უნდა ვიცხო. აუ ღადა ავტო. ოი! ორჩა გუგუნი დაცალეთ სახლი. გესვის? ორჩა გუგუნი დაცალეთ სახლი. ბებო, შენ სათქმა მიდიხარ და აბა, რო თქვი მორჩა გუგუნია? შედი რა ბებო, რა გეხვეწები რა შენ. მოინარეს. ძილინებისა. დედა, მე მასაც წავიდა. მილინებაში. სამსახურიდან? არა, სახლიდან. აუ, მამა მინდა. კარგი დაიძინეთ ახლა. აუ, შენ რო ყავს მამა. მამა ჩემი კარგად იქცევა და არაფერს არ უჭერს. აუ, ჩვენი მამიკო რამდენ ზღაპარს გვეყვებოდა. მეც ბევრ ზღაპარს მეყვებოდა. კარგი, ძილინებისა.